მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება ძალიან საინტერესო unboxing-ი და review ერთ-ერთი მუდმივი განათების, რომელსაც ქვია Lightmons LA300R. ეს არის Godox-ის ხაზის მუდმივი განათება, ახალი, მე მგონი რომ რაღაც 5 თვე რაც გამოვიდა და YouTube-ზე დიდად ვერ ნახე მაგის რევიუები. ძალიან საინტერესო მომეჩვენა ეს განათება და გადავწყვიტე რომ მეყიდა. სერია Lightmons ქვია ეს Godox-ში, არის LA150, 200 და 300R. R ნიშნავს RGB, ასევე არსებობს B ვერსია. B ნიშნავს bicolor, ანუ როცა ჩვენ შეგვიძლია ტემპერატურის ცვალება შუქის. აქ არის ორივე. ტემპერატურის ცვალებაც აქვს და პლუს RGB ფუნქციები. ასევე მეგობრებო, ვინც არ იცის, მე მაქვს ჩემი ფოტო აკადემია, სადაც მაქვს ფოტოგრაფიის კურსები, ახლა კიდე ცოტა ხანში მექნება Photoshop-ის კურსი. ვისაც გინდათ ფოტოგრაფიის სწავლა ნულიდან, მაქვს მაგისტრის ფოტოგრაფიის კურსი, ვინც უკვე ხართ ფოტოგრაფი ან გაქვთ გამოცდილება და გინდათ სტუდიური, ასე ვთქვათ, გადაღების შესწავლა, სადაც მე ვასწავლე სტუდიურ გადაღებას, ამით, რავი და ყველაფრით რაც მაქვს. მაქვს ესეთი Pro Fashion და Beauty კურსი, სადაც ვასწავლე ასე სტუდიურ განათებას, მექნება კიდე Photoshop-ის კურსი. ლინკებს ყველაფერს დავდებ აღწერაში აკადემიის გვერდის და ასე შემდეგ. ეხლა იანვარში მეწყება კურსები 11 იანვარს და 12 იანვარს იქნება საბაზისო კურსი და პრო კურსი და ვისაც გინდათ სწავლა, გელოდებით ჩემს კურსებზე. ჯერ არ გამიხსნია ეს ყუთი, აი ესე მომიტანეს და მინდა თქვენთან ერთად გავხსნა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს იყიდება სხვადასხვა კიტებში, ასე ვთქვათ, ეს არის kit 1, სადაც არის განათება, წესით ჩანთა უნდა იყოს, არის კიდე ესეთი კიტი, სადაც ორი განათება პლუს softbox-ები, 3 განათება პლუს softbox-ები, ასევე არსებობს თეთრი ვერსია და არსებობს შავი ვერსია. მე ვიყიდე თეთრი ვერსია, იმიტომ რაღაც უფრო რაღაცა პროფესიონალურად ჩანს, რა ვიცი, რა, აი კენონისტები გამიგებენ რა, რომ თეთრი არის უფრო ისეთი პროფესიონალური ფერი რა. კარგით, ეხლა მოდით გავხსნათ და ვნახოთ რა ხდება შიგნით. Так, ესე. ეხლა ვნახოთ რა ხდება. უჩი არაფერი არ არის. ესენი არ გჭირდება. და ეს არ გჭირდება. თქვათ შორის Godox-ი გამოირჩევა ჩემის აზრით ბოლო დროს აი კარგი ყუთებით და მე მაქვს კიდე პროჟექტორის ესეთი ჩემოდანი Godox-ის, რომელსაც ახლა ვიყენებ ტექნიკისთვის და ძალიან მომწონს რა. ახლა ვნახოთ რა ხდება შიგნით. და შიგნით გვაქვს ესეთი სიტუაცია. რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენ მანუალი, რომელსაც პრინციპში არავინ არ კითხულობს, ну ვინც პირველად ყიდულობთ, ალბათ რა ვიცი. წაიკითხეთ მანუალი, მაგრამ მე არ მჭირდება. რა თქმა უნდა, შნური, ადაპტერი, აი ესეთი, ეს განათება ჯერ შედის ამ ადაპტერში და ასევე ეს კიდე უერთდება ბატარეებს, შეგიძლიათ იყიდოთ, ცალკე იყიდება ამისთვის V-mount-ის ბატარეები, ან შეგიძლიათ ასე ვთქვათ, ჩართოთ პირდაპირ სტეპსელში. ეს არის ადაპტერი 100-240 ვოლტის. გვაქვს ესეთი ტროსი, ასე ვთქვათ, რომელთაც ჩვენ აი ეს შეგვიძლია მივამაგროთ სტენდს, ამას ყველაფერს გაჩვენებთ. აი ესეთი რეფლექტორი თავისი და რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი მთავარი განათება, აი ესეთი. ამ ჩემოდანში მეტი არაფერი არ არის. ეგ შეგვიძლიათ გადავდოთ. ესე იგი, რაც შეეხება თვითონ განათებას, ვიზუალური მხარე. თეთრი ესეთი პლასტიკი, ოღონდ ესეთი კარგია რა, ანუ დაბალფასიანი არ ჩანს. აქ გვაქვს რა თქმა უნდა თავარი ჩვენი LED ნატურა, რომელსაც აქ კიდე როგორც ხედავ, აქ შუშის დამცავი, რაღაც გლუვი. უკან გვაქვს შესაერთებელი, ასე ვთქვათ, ამის ადაპტერის, გვაქვს power-ი და არის აქ NFC სხვათა შორის, პლუს მენიუ და პატარა ეკრანი. ქვემოდან ჩვენ გვაქვს აქ USB პორტი, საიდან ჩვენ შეგვიძლია გავუკეთოთ აპდეიტი ამ განათებას. და რა თქმა უნდა გვაქვს ეს სამაგრი სტენდის, რომელიც არის მეტალის აბსოლუტურად მთლიანად და არის ძალიან კარგი, ეს უკვე ახალი ვერსიებია Godox-ების. რა თქმა უნდა აქვს Bowens mount-ი, ეს იმას ნიშნავს, რომ ამაზე შეგიძლიათ დააყენოთ ნებისმიერი, ასე ვთქვათ, Bowens mount-ის მოდიფიკატორი, softbox-ების, redbox-ები და ასე შემდეგ. და აქვს თავისი რეფლექტორი, რომელიც ესე ჯდება სტანდარტულად. და იკეთება. სტენდზე დავაყენებ და ვნახოთ რა ხდება უკვე შიგნით მენიუ და რას აკეთებს ეს განათება.
აი ესე გამოიყურება, როგორც ხედავთ, აგერ ჩამოვყიდა ადაპტერი, ყველაფერი და გვაქვს სტენდზე. და ჩვეულებრივად აქ ჩავრთოთ პატარა ეკრანი ფერადი და აქ შეგვიძლია ჩვენ ჩვეულებრივად ესე ვაკონტროლოთ სიმძლავრე, ანუ ეკით-აკით. მერე შეგვიძლია, როგორც გითხარით, ეს არის bicolor-ი და არის RGB. ეხლა თქვათ bicolor-ზე რა ხდება? აქ შეგვიძლია ჩვენ ვაკონტროლოთ ხოლმე შუქის ტემპერატურა, ხო? აი თქვათ, დავაჭირეთ. ეხლა არის 5600 კელვინი, ხო? და თქვათ ავიღე და დავციე და ეხლა მაქვს 1800 კელვინი. ფოტოშორის ეს ძალიან კაი დიაპაზონია 1800 კელვინიდან 10000 კელვინამდე. ანუ ეხლა მაქვს ძალიან თბილი განათება, ხო, ფაქტიურად ის ყვითელი და ნელ-ნელა შემიძლია, რა თქმა უნდა, ავწიო და მივიდე 10000 კელვინამდე. კიდე აქვს ბევრი ფუნქცია, მაგალითად ეხლა რო შევიდეთ ჩვენ მენიუში, ამას რა თქმა უნდა აქვს გაგრილების სისტემა, ანუ ვენტილატორი და გვაქვს ფუნქცია, რომ ვენტილატორი გავთიშოთ, ავტო რეჟიმზე დავაყენოთ, მედიუმზე დავაყენოთ და ჰაი, ანუ ასე ვთქვათ, ყველაზე მაღალი. აი ხა თქვათ ვენტილატორი რო გავთიშოთ, ხო? ჩვენ უკვე არ შეგვიძლია 10%-ზე მეტი ავწიოთ სიმძლავრე. ავტომატურად, რადგან ვენტილატორი ხა გათიშულია, მარტო შეუძლია 10%-ით იმუშავს. მე პრინციპში ვფიქრობ, რომ ალბათ ავტორეჟიმი ჯობია, თვითონ გადაწყვიტოს, როდის ჩართოს, როდის გათიშოს, ხო? გვაქვს display, ასე ვთქვათ, display-ის ფუნქცია, სადაც შეგვიძლია თვითონ ამ display-ის brightness-ი და კონტრასტი ვაკონტროლოთ. გვაქვს ესე იგი language-ი, ანუ ჩინური და ინგლისური, factory reset-ი, ანუ შეგვიძლია დავარეზეტოთ. ესე იგი, როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს, ანუ ფუნქცია, რაც ახლა განახეთ ტემპერატურის, გვაქვს HSI ფუნქცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ hue და saturation-ი, გვაქვს RGB ფუნქცია და გვაქვს კიდე color gear-ები და ასევე გვაქვს, რა თქმა უნდა, ეფექტები, სხვადასხვა ეფექტები. სიმართლე რო გითხრათ, რაც აი ამაში არ მომეწონა, ყველაფერი პრინციპში კარგი აქვს. ერთადერთი რაც არ მომწონს, არის ეს პატარა ეკრანი ჯერ ერთი და რადგან აქვს ესეთი ბევრი ფუნქცია, ანუ ძალიან ძნელია, ასე ვთქვათ, აი ამ ამეებით დიდი დრომი აქვს, ასე ვთქვათ, ამით კონტროლს რა, მართვას. ამიტომაც პრინციპში ამის ასე ვთქვათ, solution-ი არსებობს, ეს არის სპეციალური აპლიკაცია, Godox აქვს თავისი აპლიკაცია, რომელსაც Godox Lite ქვია. და ჩვენ შეგვიძლია ეს განათება მივაერთოთ ამ აპლიკაციას და ვაკონტროლოთ იქიდან, ხა ამას ყველაფერს გაჩვენეთ. აპლიკაციას ეს შეგვიძლია ჩვენ მივაერთოთ აპლიკაციას, როგორც Bluetooth-ით, ასევე NFC-ით, თუ აქვს თქვენ მობილურს NFC, მიადებთ და ჩვეულებრივად გააკეთებთ. ეხა ამასაც გაჩვენებთ. და რა თქმა უნდა, კიდე რაც შეეხება სიმძლავრეს. ეს არის 300 ვატი ახლა. 300 ვატი პრინციპში ცოტა არ არის, ბევრია. ოღონდ 300 ვატს თქვენ მიიღებთ მხოლოდ და მხოლოდ, როცა მუშაობთ bicolor რეჟიმში. ანუ სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩართოთ უბრალოდ ტემპერატურები ცვალოთ, ან თეთრი შუქი. როგორც კი გადახვალთ RGB რეჟიმში, ანუ იქ უკვე თქვენ არ გექნებათ 300 ვატი. თუ არ ვწდები, იქნება დაახლოებით 100 ვატამდე ეს დაახლოებით რა. ასევე, როგორც კი როცა ჩვენ გვაქვს უბრალოდ ეს ნატურა ესე ჩართული, რაღაც კონკრეტული სიმძლავრე გვაქვს და შუქი პლუს იფანტება ყველგან. როცა ვუკეთებთ ჩვენ, ასე ვთქვათ, რეფლექტორს, ამ რეფლექტორს როგორც კი გავუკეთებთ, ასევე იმატებს შუქის სიმძლავრე. რაც ვნახე რევიუებში, დაახლოებით 3-4 სტოპით. უფრო მეტი შუქი იქნება. ეხლა რაც შეეხება უკვე მართვას და აპლიკაციას. ეხლა შევაერთებ აპლიკაციას, შევუერთებ და ნახოთ. ოკეი, ეხლა შევედი ამ პროგრამაში და უნდა ასე ვთქვათ, ეს დავამატო ჩემს ასე ვთქვათ პროფილში. ვაწვევი პლუს და მაქვს ამ სცენარიო, რაც პროექტი. project 1 იყოს. შევდივარ და ვაჭერ პლუს. და აქ მეკითხება NFC, addiction და რაღაცებს. ვთქვათ NFC-ს ჩავრთავ და როგორც გითხარით, ჩემ ტელეფონს აქვს NFC და ამასაც აქვს და ვთქვათ ესე მივადებ. დაიჭირა ეს განათება LA300R, აი როგორც ხედავთ, ეხლა შევალ. აი აქ უკვე ძალიან ადვილია და ძალიან კომფორტული ამის მართვა. როგორც ხედავთ, პირველი მენიუ გვაქვს, ხო? აი როგორც ხედავთ, აქ შემიძლია მე ვაკონტროლო ჩემი ტემპერატურა. აი ესე, მინუსი და
თქვათ პლუსი, ასევე შემიძლია პლუს და მინუს დავაჭირო. თქვათ 5600 მინდა კელვინი. ასევე აქ მზა პრესეტები გვაქვს 3200, 4300, 5600, 6500, 7500. ასევე მე აქ შემიძლია ვაკონტროლო, ასე ვთქვათ, ელფერი ან მაჟენტაში, ან სიმწვანეში, ხო? ასევე შემიძლია როგორც ხედავთ, ინტენსივობა, ანუ ჩვეულებრივად აწევა დაწევა სიმძლავრის. შემდეგ HSI მენიუში შეგვიძლია შევიდე, ხო, წითელი ვთქვათ, მწვანე, ყვითელი, რაღაც ლურჯი და ასე იასამნისფერი. ხო, აი ვაჭერ როგორც ხედავთ, გვაქვს წითელი. აქვე შემიძლია რა თქმა უნდა ვაკონტროლო ისევ და ისევ ამის, ასე ვთქვათ, სიმძლავრე, როგორც ხედავთ. ასევე შემიძლია უკვე ხელით ავირჩიო ნებისმიერი ელფერი, აი ეკრანზე პირდაპირ ვატრიალო ესე ვამოძრაო, როგორც ხედავთ, ხო? შემდეგ შევდივართ RGB ფუნქციებში. აქ უკვე შეგვიძლია ჩვენ პროცენტულად, ჩვენ თვითონ რაღაცა პროცენტები დავაყენოთ და მივიღოთ რაღაც კონკრეტული ფერი. შემდეგ შევდივართ color filter-ში და აქ გვაქვს ჩვენ, ასე ვთქვათ, color ფილტრები, ვინც არის ეს არსებობს ესეთი გელები color-ის, რომელსაც იყენებენ განათებაზე, რომ ასე ვთქვათ, დააბალანსონ. ნუ აქ გვაქვს პრინციპში, აქაც შეგვიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ფილტრი, პლუს აკონტროლოთ ამათი hue, saturation და ინტენსივობა. შემდეგ ჩვენ გვაქვს FX. FX უფრო დაჭირდება, რა თქმა უნდა, ვიდეოგრაფებს, სადაც უკვე რამოდენიმე ფუნქცია გვაქვს. Flashlight-ი, როცა იმიტაცია არის რაღაც ფლეშის, ხო? პლუს რო შევდივართ ამ რაღაც კონკრეტულ ეფექტში, იქ შეგვიძლია კიდე ვაკონტროლოთ ეს ეფექტი, ინტენსივობა, ფერები, სიჩქარე და ასე შემდეგ. თქვა, აი fire გვაქვს, ანუ ცეცხლი, ხო? აქაც გვაქვს speed, ანუ ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ სიჩქარე ამ თქვა ცეცხლის და ასევე ინტენსივობა, როგორც ხედავთ. გვაქვს ესეთი საინტერესო სხვა შორის და მომეწონა პოლიციის, ასე ვთქვათ, შუქი, ხო, სირენა. და გვაქვს აქაც შეგვიძლია, ვთქვათ, ვაკონტროლოთ სიჩქარე, ინტენსივობა, ფერების და ასე შემდეგ. ფერები ვაკონტროლოთ, როგორ იციმციმოს და ასე შემდეგ. ნუ გვაქვს candle, გვაქვს ტელევიზორის ეფექტი, ვთქვათ, ხო, ვითომ აი ტელევიზორს უყურებ და ასე შემდეგ. ხო, party გვაქვს, party ეფექტი, სადაც უკვე ეს გექნებათ ცვლილება ფერების, აქ speed-ი რო ვაკონტროლოთ, ძალიან რაღაცა ისეთ სასწაული მუსიკა რო ჩართოთ და რაღაცა ცეკვები. SOS ასევე და RGB cycle, ვთქვათ, RGB cycle. ესეთი როცა სხვადასხვა ფერებში გადადის, უფრო ასე ვთქვათ, ნელა, saturation, speed შეგვიძლია სწრაფად გავაკეთოთ, შეგვიძლია ნელა და ინტენსივობა, რა თქმა უნდა. და ეს შეგვიძლია ვთქვათ, ჩართოთ, აი როცა იღებთ reviews ან რაღაცას და გინდათ ნუ რაღაც უკან ესეთი ფერადი რაღაც ჯაკუზის ეფექტი კონდეს, შეგვიძლიათ ჩართოთ და ეს ნელ-ნელა ეს ფერები გადავა რა. მე მაქვს რამოდენიმე კოდოქსის განათება მუდმივი და პრინციპში ორი მაქვს ჩვეულებრივი, ეხლა რითაც ვიღებ ვიდეოს, ხო? ძველი ვერსია FV200 და 150, ეს ნიშნავს ვატები ყოფს 200, 150, 300 და ასე შემდეგ რა. რომელსაც აქვს ფლეშის ფუნქციაც და პლუს როგორც მუდმივი განათება. ასევე მე მაქვს ნაკიდი SZ ვერსია, რომელიც არის უკვე bicolor-ი, სადაც შემიძლია ეს ტემპერატურა ვაკონტროლოთ. სხვა შორის ეს უკვე ძალიან კაი ფუნქცია. მაგალითად, სადაც შეგიძლია დაგჭირდეთ, ხო? თქვათ, იღებთ რაღაცა ვიდეოს, ხო? სადაც გაქვთ ფანჯრის შუქი. და მაგალითად, ფანჯრის შუქი არის მზიანი ამინდი ან არის ღრუბლიანი ამინდი, ხო, რაღაც კონკრეტული ტემპერატურა შემოდის ოთახში, ხვდება თქვენს ობიექტს და თქვენ პლუს მიანათეთ მუდმივი განათება. თუ არ ემთხვევა ტემპერატურა, გექნებათ ასე ვთქვათ, ფერებში სხვაობა. White balance სწორედ ვერ გაასწორეთ. აი ამ დროს ძალიან კარგია, როცა გაქვთ bicolor-ი, სადაც თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ კელვინები ტემპერატურა, ხო? ან უბრალოდ გჭირდებათ რაღაც თბილი შუქი, ან ცივი შუქი და ასე შემდეგ. RGB ვერსიას რაც შეეხება, რატო ვიყიდე და რატო მომწონს, პირველ რიგში აქ უკვე მე შემიძლია ტემპერატურაც ვცვალო და პლუს შემიძლია შუქი შევღებო, ანუ ნებისმიერ ფრად. მაგალითისთვის მე რომ მჭირდებოდეს ეხა, ხო, წითელი ფონი, როგორც ხედავთ ეხა, მე მაქვს უკან წითელი ფონი, ხო? ეს ეხა თეთრი ციკლორამა,
სერზე რო იყოს ფონი, უფრო მკვეთრი და კაი წითელი გამო. ანუ მე შემიძლია უბრალოდ არ დამჭირდება ქაღალდების ყიდვა, ხო, იქ მწვანე წითელი და ასე შემდეგ, შემიძლია ჩაურლოთ მივანასო და კონდეს ფერადი ფონი. ანუ ბევრი რაღაცისთვის არის კარგი. მაგალითად, ნუ რა თქმა უნდა, რაც შეეხება ვიდეოს, ხო, იქ უფრო ბევრი ფუნქცია, რაღაც ეფექტები აქვს, შეგიძლიათ როგორც გითხარით, ფონი შეღებოთ და ასე შემდეგ. ფოტოს რაც შეეხება არის სიტუაციები, როცა მე მაგალითად ფოტოსაც ვიღებ მუდმივი შუქით, ხო? ან თქვათ რაღაცა შეიძლება გადავიღო პორტრეტი და ასე შემდეგ, ხო? სადაც მჭირდება თქვათ უკან წითელი ფონი. მე რა ვშვები ვიღებ გელებს, ფერად გელებს, ვადებ ასე თქვათ იმპულსურ შუქს და მაგ ფერადი შუქი. მაგრამ ამ შემთხვევაში შემიძლია პირდაპირ აქ დავაყენო წითელი და გადავიღო. ეს სიტყვით ძალიან მომეწონა ეს განათება და ერთადერთი რაც არ მომწონს აქ, მაგრამ როგორც გითხარით ამის ასე ვთქვათ, ეს მოგვარდა ეს პრობლემა ჩვენი აპლიკაციით, აი მართვის თემა, ხო? როცა თქვენ ხართ უბრალოდ რეჟიმში, სადაც თქვენ გიწევთ უბრალოდ სიმძლავრის აწევა, დაწევა, ან ტემპერატურის აწევა, დაწევა, პრობლემა არ არის, აქედან შეგიძლიათ მართოთ. მაგრამ როგორც კი გადადიხართ RGB ფუნქციებში, მანდ უკვე დიდი ხანი დაჭირდება, მაგრამ როგორც გითხარით, მობილურის მეშვეობით Godox-ს აქვს თავის პროგრამა ძალიან ადვილი. ადრე Godox ჰქონდა აი ესეთი პულტები განათებებს, სადაც ნუ აქაც შეგვიძლია ავწიოთ, დავწიოთ ტემპერატურა. ამას არანაირი პულტი არ მოყვება, იმიტომ რომ ეს უკვე უერთდება, ასე ვთქვათ, პროგრამას. ან Bluetooth-ით, ან NFC-ით. აი ესეა ჩემო მეგობრებო, ხო და კიდე ერთი რჩევა, თუ უყიდულობთ ამ განათებას და საერთოდ თუ უყიდულობთ მუდმივ განათებას, არის ვერსიები მანდ 100, 150, 200, 300, 300-ზე მეტიც არსებობს, მაგრამ მე გირჩევთ ყოველთვის იყიდოთ 300. 300 ან 200 მაინც. ნუ აი 100 და უფრო დაბლა, რაც უფრო მეტი იქნება, რა თქმა უნდა, ჯობია, ხო, თქვენ შეგიძლიათ აქ აკონტროლოთ თითო პროცენტით დაწიოთ რა. როცა ყიდულობთ RGB-ს ვერსიას მით უმეტეს რაც უფრო ძლიერი იქნება, ჯობია, ამიტომ რაც ვიყიდე 300-იანი მაქსიმუმი რაც აქვს, რადგან როგორც კი გადავდივარ RGB რეჟიმში, ეხლა წითელი რო ანთია, ეს სულ ბოლომდე რო ავწიო, არ მექნება 300 ვატი. იქნება დაახლოებით 100-მდე ალბათ რა, ესე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დააჭიროთ ყველანაირ ღილაკს, რაც ქვემოთ არის, წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე.